ყველაფერს აქვს თავის წესი და რიგი, მათ შორის საფაღარათო საშუალებების მიღებასაც. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აი გახთომის მიზნით, როდესაც იღებენ საფაღარათო საშუალებებს, ამას რა ზიანი შეიძლება ამან მოუტანოს ადამიანს და რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები. თქვენ მასიურ ფაღარათიანობაზე ისაუბრებთ თუ ერთ კონკრეტულ აი მოგვისმინეთ და გაიგებთ. მოკლედ, კანონებიდან გადავდივართ მედიცინაზე, მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მაყურებელს. წონისკლების მცდელობების ძიებაში საფაღარათო მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენება სამწუხაროდ ისევ დიდ პრობლემად და ისევ დიდ გამოწვევად რჩება. ეს არასწორი გზა მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმსუქნის სტიგმასთან, რადგან ჭარბი წონის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან ირონიას, დაცინვას, ბულინგს და სწორედ ამის შემდეგ იწყებენ სხვადასხვა მეთოდებისა თუ გზების ძიებას. როგორც აღვნიშნეთ, დღეს რუბრიკაში ვსაუბრობთ საფაღარათო მედიკამენტების არასწორ გამოყენებაზე. ახლა უნდა მოგასმენინოთ კომენტარები, რომლის აღმოჩენისა და წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ თემაზე მუშაობა. გამარჯობა, წონის გამო ხშირად ვარ ბულინგის მსხვერპლი. გამუდმებით მესმის კრიტიკა და ჩემი გარეგნობის შეფასება. ბევრ გზას მივმართე, ვიყავი დიეტებზე ვიშიმშილე. ჩემმა მეგობარმა მირჩია მედიკამენტი, რომელსაც აქვს საფაღარათო ეფექტი. მან ამ გზით დაიკლო კვირაში 3 კილო. ვინმეს გიცდიათ, რა შედეგი მიიღეთ? უკვე 2 კვირაა ყოველდღე ვიღებ ხვნილის სახით საფაღარათე საშუალებას. ჭამიდან დაახლოებით 9 საათში ვსვამ და ორგანიზმის დეტოქს მიკეთებს. შედეგი მაქვს, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, შემიძლია გირჩიოთ დოზები და მიღების პრინციპები. ჩემი მეგობრის შვილი 16 წლის გოგო იღებდა საფაღარათო მედიკამენტებს. აწუხებს ჭარბი წონა, მდგომარეობა საკმაოდ გართულდა. დაეწყო კალიუმის დეფიციტი, ხშირად აწუხებდა გულის აჩქარება, უჰაერობა და მუდმივად ჰქონდა წყურვილის შეგრძნება. არ შეიძლება და ასე ჯგუფებში ნუურჩევთ ერთმანეთს. მსგავს რჩევებს სოციალურ ქსელში და სხვათა შორის სამედიცინო ჯგუფებში სამწუხაროდ ხშირად ამოვიკითხავთ. ეს კომენტარები ბუნებრივია არ არის რეალობასთან ახლოს და მცდარი რჩევებია. გარდა იმისა, რომ ეს მოსაზრებები საზოგადოებაში ამკვიდრებს მითს, რომ თითქოს საფაღარათო საშუალებები პირდაპირ მოქმედებს წონის კლებასთან, ასევე ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ შეუძლიათ ადამიანებს აი ამ მედიკამენტით მართონ საკუთარი წონა. თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ მეგობრებო, რომ ეს საშუალებები კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზისთვის არის შექმნილი და ცხიმის წვასთან არაფერ კავშირშია. რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს პაციენტი, რომელიც საფაღარათო მედიკამენტს თითქმის ყოველდღიურად ან კვირაში თუნდაც 2-ჯერ მაინც იღებს, სწორედ აი ამ მიმართულებით ვისაუბრებთ დღეს. სანამ საფაღარათო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებაზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია გავმარტოთ მათი რეალური დანიშნულება. საფაღარათო საშუალებები არის მედიკამენტები, რომელიც განკუთვნილია ყაბზობის ნაწლავის გაზნელებული მოქმედების სამკურნალოდ. მათი მთავარი ამოცანაა ნაწლავის მოძრაობის გააქტიურება. სამედიცინო პრაქტიკაში ისინი ინიშნება მოკლევადიანად, კონკრეტული ჩვენებით, ეს არის ქრონიკული ყაბზობა, პოსტოპერაციული მდგომარეობები, ან ზოგჯერ გარკვეული დიაგნოსტიკური პროცედურების წინ. არსებობს რამდენიმე ძირითადი ტიპი. ოსმოსური, რომელიც ზრდის წყლის რაოდენობას ნაწლავში, სტიმულირებული, აძლიერებს პერისტალტიკას, ბოჭკოვანი და დამარბილებელი საშუალებები. მათი გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის რეკომენდაციით, რადგან ნაწლავის ფუნქცია რთული და ნაზად რეგულირებადი მექანიზმია. თუმცა, ბოლო წლებში განსაკუთრებით სოციალური მედიის გავლენით გაჩნდა საშიში ტრენდი საფაღარათო საშუალებების გამოყენება, როგორც გასახდომი მეთოდი. იდეა ეფუძნება ცთარ ლოგიკას, თუ ადამიანი ნაწლავს ხშირად დაცლის, თითქოს ორგანიზმი ნაკლებ კალორიას შეიწოვს და შესაბამისად წონაში დაიკლებს. რეალურად ეს მექანიზმი ასე არ მუშაობს. საკვების ძირითადი მონელება და კალორიების შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში. როდესაც საფაღარათო საშუალება მოქმედებას იწყებს მსხვილ ნაწლავზე, კალორიების დიდი ნაწილი უკვე შეწოვილია. შედეგად სასწორზე დაფიქსირებული წონის კლება უმეტესად დაკავშირებულია წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვასთან და არა ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებასთან. ანუ ადამიანი რეალურად არ იკლებს ცხიმს, ის კარგავს უბრალოდ სითხეს. ასეთ შემთხვევებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა ქრონიკული დიარეა, რომელსაც თან ახლავს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ელექტროლიტური დისბალანსი. ამ დროს ორგანიზმი კალიუმს კარგავს დიდი რაოდენობით, მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, გულის არარეგულარული რითმი.
დიახ, და აი ამ ყველაფრის შემდეგ საზოგადოებაში მაინც არის ერთი მოსაზრება დამკვიდრებული, მეგობრებო, მინდა რომ წაგიკითხოთ ეს მოსაზრება და მაინტერესებს თქვენი აზრი. მოდი ვნახოთ, კითხვა, თუ ნაწლავს ხშირად დავცლით, ორგანიზმი ნაკლებ კალორიას შეიწოვს. რატომ არის ეს მოსაზრება ასე დამკვიდრებული? თითქოს მივიღე საკვები, ხშირად არის გულისრევის ფაქტებიც და მარტივად ამოვიღეთ. თქვენი აზრით ეს მოსაზრება მითია თუ რეალობა? ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, უკვე გასცაოთ არმა კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა არის ეს მითი. ძირითადი კალორიების ნაწილი როთა ხო სწორად ვამბობ, წვრილ ნაწლავში აითვისება, ის მედიკამენტი, რომელსაც ვიღებთ, იშლება მსხვილ ნაწლავში. სანამ ის იმოქმედებს, როგორც თქვით, პრინციპში, სანამ ის იმოქმედებს მსხვილ ნაწლავზე, წვრილ ნაწლავიდან უკვე კალორია შეწოვილია. კი ბატონო, მეორე მითი, რომელიც დამკვიდრებულია სოციალურ ქსელში, თითქოს დეტოქსი, ეგრეთ წოდებული დეტოქსი ათავისუფლებს ორგანიზმს, ხშირად გაგვიგია ეს ფრაზა, რომ კვირაში ერთი დღე ვაკეთებ დეტოქსს. ბუნებრივია, ესეც არ არის უსაფრთხო გზა, უფრო მეტი პაციენტი შეიძლება მივიდეს დეჰიდრატაციამდე. დეტოქსი ენდოკრინოლოგები სინჯავენ კონკრეტული ჩვენების საფუძველზე, თუ მაგალითად ადამიანს აქვს რაღაც ჩვენება და თავად ექიმი გადაწყვეტავს. შესაბამისად, ამ მიზნით საფაღარათო მედიკამენტების მიღებაც არ არის უსაფრთხო. რა შედეგამდე მიდის პაციენტი? რამდენიმე სიმპტომი უკვე ვახსენეთ, მაგრამ რომ მიუყვეთ, პირველი რა თქმა უნდა ხდება დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გაუწყლობა, დიდი რაოდენობით ახლა ვნახავთ ჩამონათვალს, კარგავს პაციენტი წყალს, რა თქმა უნდა, ესეც არ არის უსაფრთხო. კვებითი დარღვევების რისკი ბულემიაზეა. ხშირად საუბარი, რადგან როდესაც პაციენტი იღებს საკვებს და მარტივად ამოიღებს ორგანიზმიდან, რა თქმა უნდა, აქაც არის ბულემიის საფრთხე, ასევე კალიუმის, ნატრიუმისა და სხვა მინერალების დაკარგვა, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევაც ხშირია, ბუნებრივი პერისტალტიკაც ირღვევა და ჰორმონალური პრობლემებიც იქმნება. ეს არის ძირითადი საფრთხეები, სადამდე შეიძლება მივიდეს პაციენტი, თუმცა სამწუხაროდ აი ამ ყველაფრის მიღმა მაინც ჩნდება რისკი და მაინც ჩნდება საფრთხე, რომ აი წონა აწუხებს და მიდის პაციენტი ამ გზამდე. კიდევ ოთარ საინტერესოა საერთაშორისო გამოცემები ხშირად აი მაგალითად, კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია FDA ხაზგასმით მიუთითებს, რომ საფაღარათო საშუალებები არ გამოიყენება წონის დასაკლებად და არ არის ეფექტური წონის კონტროლისთვის. მათი რეგულარული ან არაკონტროლირებული მიღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან. ჩვენი რუბრიკა კონკრეტული მაგალითებით დავიწყეთ, რომლებსაც ადამიანები სოციალურ ქსელში ერთმანეთს უზიარებენ. ბუნებრივია, ასეთი გამოცდილება ხშირად არასწორი და საშიშია. რამდენიმე კვირაში პაციენტებს აღენიშნება ძლიერი სისუსტე, თავრუსხვევა, გულის აჩქარება, კუნთების სპაზმი, პირის სიმშრალე, მუდმივი წყურვილი. ხშირად დიაგნოზი ასეთია: მძიმე დეჰიდრატაცია და გამოხატული ჰიპოკალიემია, ანუ კალიუმის მკვეთრი დაქვეითება ორგანიზმში, რაც გულის რიტმის დარღვევას იწვევს. საფაღარათო საშუალება ნაწლავის ტონუსს ერთჯერადად აქტიურებს, თუმცა შემდეგ მოქმედება თანდათან სუსტდება. ხშირი მიღების შემთხვევაში ნაწლავი დუნდება, ვიღებთ ეგრეთ წოდებულ გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომს. გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი ნიშნავს, რომ ნაწლავს აღარ აქვს საკმარისი პერისტალტიკის უნარი და დამოკიდებული ხდება პრეპარატზე. სწორედ ამიტომ ამ მედიკამენტის მიღება თუნდაც სამკურნალო მიზნით უნდა ხდებოდეს მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით, დაზუსტებული დოზით და მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით. შესაბამისად, საფაღარათო საშუალება არის სამკურნალო პრეპარატი და არა წონის კლების ერთგვარი ინსტრუმენტი. ექიმები მას ნიშნავენ მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში. კი ბატონო, მე მაქვს ერთი შეკითხვა, ну გარდა იმისა, რომ ეხლა ეს კარგია, იმიტომ რომ აქ არის რეკომენდაციები, რჩევები და რეალურად ამას კონსულტაცია ქვია ექიმთან და ამიტომ კარგია, როდესაც მაყურებელს თქვენ ესაუბრებით ამ თუნდაც ამ კონკრეტულ თემაზე, მაგრამ მე არ ვიცი ზუსტად ეხლა შეიძლება საფაღარათე მედიკამენტებს არ ეხება, მაგრამ სოციალურ ქსელებში, როდესაც კითხულობ რაღაცა ცნობილი ადამიანების, ჰოლივუდის მსახიობების ასე ვთქვათ, ინტერვიუებს, იქ ხშირად ამბობენ, მაგალითად მიმართავენ გამორეცხვის მეთოდებს, ანუ ეგრეთ წოდებული დეტოქსი, დიახ. ეგრეთ წოდებული დეტოქსი. სხვადასხვა არამედიკამენტური, დაუშვათ, რაღაცა სხვადასხვა ნაყენებით, მცენარეულებით და ასე შემდეგ. და ხაზი არის იქვე გახსნილი, რომ ძალიან ხშირად მიმართავენ, ეს არ არის ერთჯერად.
ეს ასეთი შემთხვევებიც საინტერესოა, ანუ რამდენად სასარგებლოა დაუშვათ ორგანიზმისთვის და რა შემთხვევაში მიმართავ. ისინი ხშირად ამბობენ, რომ დასაკლებად ორგანიზმი რო ფორმაში იყოს. მაგრამ ეს არის ერთჯერადი შედეგით. შეიძლება მეორე დღეს ადამიანმა გაიღვიძოს და მინუს ვიკლებთ და აი არა როგორც ცხიმს, უკვე დიახ. ვთქვით რომ ეს წყალს ვაკლებთ, წყალს, ანუ წყლის გამოდევნა ხდება ორგანიზმიდან და ამის ხარჯზე შეიძლება შეიქმნას ერთ საბეჭდილება, რომ აი დადგეს სასწორზე, დაკარგო წყალი, დადგეს სასწორზე და დაუშვათ 3 დღის წინადელთან შედარებით რაღაც შედეგი იყოს, მაგრამ ეს რეალურად არ არის შედეგი. დიახ, და იგივე ანუ ცხიმს 3 არ დღიან იკლებ. დიეტებსაც რომ აკეთებენ სითხეს მაგალითად. იკლებ. ხო, მაგრამ არაჟანს რომ იღებენ 3 დღის განმავლობაში, ეს ხო არის მოკლევადიანი შედეგი, უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ორგანიზმს აზიანებს და პირიქით უფრო მეტად ხო, ნუ 3 დღის მეც გამიკეთებია ცოდვა გამხელილი ჯობს. 3 დღიანი არაჟანი მეც გამიკეთებია, როდესაც აქტიურ დიეტაზე ვიყავ, მაგრამ ეს გავაკეთე ერთჯერადად. 2 დღეში დაუბრუნდი წონას. და გამორეცხვას რაც შეეხება გამორეცხვებს, აი მე რაც ვიკითხე. გოდერძიმ რაც აღნიშნა, ეს არის იგივე პრინციპით მოქმედებს, ეგრეთ წოდებული გასახდომი ჩაი და გასახდომი სიროფები, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს საფაღარათო ეფექტი, არის დროებითი, ვკარგავთ წყალს და ცხიმის წვასთან არაფერ კავშირში, ასე რომ, ნუ მიუმართავთ ამ გზას და ისევ მიუმართოთ. ექიმის გარეშე მოკლედ არაფრის გაკეთებას არ გირჩევთ, ეს არის მთავარი დედააზრი დღევანდელი ჩვენი რაზეც რუბრიკა. ახლა ილაპარაკეთ, ეს ნებს ორგანიზმს და ეს უნდა გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა, ვინც მიმართავს გავს ხერხებს.